სახელითა მამისად და ძისად და სულისაწმინდისად. ქრისტე როცა მოვიდა ამ სოფლად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაც მან გააკეთა, ეს არის ეკლესიის, ანუ მისი სამეფოს დაარსება, სასუფეველის დაარსება. აი თავიდანვე როცა ის ქადაგებას იწყებს, პირველი რასაც ამბობს, მანამდე იოანე ნათლისმცემელი აფრთხილებს კაცობრიობას, რომ მოახლოებულ არ სასუფეველი ცათა და ამისათვის რომ ის მასში აღმოვჩდეთ, შევიდეთ, უნდა შევინანოთ. სინანული განიმარტება როგორც მეტამორფოზის პროცესი, რომელშიც ორი წერტილია, ორი ათვლის წერტილია. პირველი წერტილი შეიძლება და მეორე წერტილათაც ვერ უწოდებთ. პირველი ეს არის ჩვენი მდგომარეობა, რეალური, სადვი მყოფები და რა მდგომარეობაში. და მეორე ეს არის ჩვენი მარადიული სიცოცხლე ყოვლადწმინდა სამების წიაღში, ქრისტეს მარჯვნივ, როგორც აპოკალიფსში ვკითხულობთ. და თუ ადამიანი თავის თავს ამ დიაპაზონში არ ხედავს, მაშინ მას სინანული არ აქვს. დიაპაზონში ხედვას გულისხმობ თავის დინამიკით ურთ, ანუ ის მოძრაობს სასუფეველის მარადიული სიცოცხლის მიმართულებით. და აი ეს პროცესი უნდა დაიწყოს ადამიანებში, ამიტომაც მიდიან იოანე ნათლისმცემელთან და ჯერ საკუთარი თავის ადეკვატურ აღქმას სწავლობენ, რომ ცოდვილნი არიან. ანუ რა მდგომარეობა აქვს ადამიანს დღეს ამ წუთში. მოწოდება რომ სასუფეველი მოახლოებული არის და უფალი რომ მოდის მერე და მისი მოღვაწეობით მკვიდრდება ეს სასუფეველი, რომელიც განსრულდება სულთმოფენობის ჟამს, უფალი აფრთხილებს ყველას და გვაფრთხილებს ჩვენ, რომ სასუფეველი ხილულად არ გამოჩნდება. არავის ეგონოს, რომ აი დავინახე, აი შევედი და სასუფეველში ვარ. ეს ასე არ მოხდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ეკლესია, რადგან სასუფევლის სინონიმია, ეკლესიაც არ ჩანს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ თუ არა ეკლესიაში ბოლომდე. ნომინალურად რა თქმა უნდა ვართ, მაგრამ სინამდვილეში ვართ თუ არა ეკლესიაში ბოლომდე ეს გაცნობიერებულიც ვერ გვექნება, სანამ არ წარვდგებით ღვთის წინაშე, იმიტომ რომ ის არ ჩანს. და უფალი გვეუბნება, რომ სასუფეველი თქვენშია. აქ ორი რამ მიგულისხმება. პირველ რიგში ეს არის მისტიკური კავშირი ღმერთთან შინაგანი და მეორე ასევე მისტიკური კავშირი ერთმანეთთან ქრისტეს მიერი. და ჩვენ ხო ვიცით რომ აი ჩვენ კი ვამბობთ ქრისტე არ ჩვენ შორის, მაგრამ რამდენად არის ჩვენ შორის ქრისტე? ამას ესე თვალით ხო ვერ ხედავთ. და ჩვენი ცხოვრების წესი ხანდახან საწინააღმდეგოს ადასტურებს. რატომ? იმიტომ რომ უფალი ამბობს, იმით მიხვდებიან რომ ჩემი მოწაფეები ხართ, თუ გეყვარებათ ერთმანეთი. და ჩვენ მაინც ეს ერთმანეთისადმი სიყვარული ცოტა მოვიკოჭრებთ, ფიქრობთ ამ საკითხში. და რაც შეეხება მეორეს, ამ მისტიკურ ხარეს შინაგანად ქრისტესთან ერთობა, რა ვიცი ეს ისე ცალსახად ჩანს, რომ ჩვენ ჯერ ვერ ვართ ისე როგორც საჭიროა. არადა, სწორედ ეს არის სასუფეველი. ესე იგი სასუფეველი რადგან არ ჩანს და აქედან რეალიზდება ამ მისტიკური ღმერთთან მისტიკური კავშირიდან რეალიზდება ის, რომელზეც შემდგომ იტყვის. გველოდება ისეთი რამ, რაც თვალს არ უხილავს, ყურს არ სმენია, გულს არ შეხებია. ანუ არ ვიცით, რაღაცა დიდებულებაა, მაგრამ არ ვიცით ეს რა არის. მაგრამ ჩვენ ამისთვის ვცხოვრობთ, სხვა არაფრისთვის. და აი, როდესაც ამ მდგომარეობაში ვართ, ბუნებრივია, რომ გავიაზროთ, რომ ჩვენ ყველას გვიჭირს. ის რომ მაგალითად განკითხვა რომ არ შეიძლება, ამას მრავალი მიზეზი აქვს, ადამიანის განკითხვა რომ არ არის სწორი, იმიტომ რომ შენ მის მსაჯულად რო დგები, შენ რა იცი იქ რა ხდება შიგნით, მithumetes წმინდა წერილივე და ეკლესიის ისტორია განსაცვიფრებელ მაგალითებს გვაძლევენ, როგორ მთელი ცხოვრება ისე ცხოვრობდა, რომ ყოვლად ზნეობრივი თვალსაზრისით ყოვლად მიუღებელი იყო და მე აღმოჩნდება ხოლმე, რომ აი დიდი წმინდანია და სასუფეველში აგერ პირველი შევიდა ავაზაკი და მარიამ ეგვიპტელი საერთოდ რა იყო და უცებ რა გახდა და ხო მაგალითები ხო ძალიან ბევრია. ამიტომ განაჩენის გამოტანის უფლება არ აქვს. ადამიანის შიგნით რა ხდება ჩვენ არ ვიცით და მეცაც ვიტყვით ჩვენ საკუთარი თავის შიგნით რა ხდება ისიც არ ვიცით. რატო უშვებს ხოლმე ღმერთი განსასწრებს ჩვენ ცხოვრებაში? იმიტომ რომ განსასწრების დროს ხდება ლუსტრაცია ჩვენი შინაგანი სამყაროსი. არა მარტო განსასწრების ჟამს, არამედ განსასწრებში ამ შემთხვევაში ტანჯულობას გულისხმობ, თორე განსასწრელია რაღაცას რომ შეგაქებენ ეს განსასწრელია, იმიტომ რომ გამოსის წინაშე დგები.
საკუთარი თავის შინაგანი სამყაროს ლუსტრაცია ხდება ყოველდღიურად, ყოველწამიერად, ადამიანებთან ურთიერთობაში, ოჯახში განსაკუთრებით, სამრევლო ურთიერთობებში, ვიღაცასთვის მონასტერში, სამსახურში და ასე შემდეგ. რადგან სასუფეველი არ ჩანს და რადგან ჩვენ ბრმები ვართ, უსინათლოები ვართ სასუფევლისათვის, ჩვენ განუვითარებელი ქრისტიანები ვართ, ჯერ გრიგოლ ხანძთელი სხვანაირად ხედავდა თავისთავად ცხადია. ამიტომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს და მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ როგორც პავლე მოციქული ამბობს, ერთმანეთის უძლურებანი ვიტვირთოთ და ისე აღვასრულოთ ჯული ქრისტესი. და ჩვენ აი ასე ურთიერთ დახმარებით, ღვთის თანამუშაკნი ხდებით და ქრისტესთან ერთად ვაშენებთ სასუფეველს, რომლის ცოცხალი ლოდები ჩვენა ვართ, როგორც პეტრე მოციქული ამბობს, ჩვენა ვართ ის ცოცხალი ქვები, რითაც ეს ღვთის სამეფო შენდება და ამისათვის ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ. მარტო ვერ იქნები ეკლესია. ეკლესია არ ახარ შენ მარტო. ეკლესია არის შენს გვერდზე მდგომი მოყვასი. თუ მოყვასი ფეხზე ვეღარ დგას და ძალა ეცლება და იჩოქებს, უნდა მოკიდო ხელი და შეაკავო, დაიკავო, რო არ დავარდეს. ეს ჩვენი ვალდებულებაა. და იმისათვის რომ ეს გავაკეთოთ, ჩვენ უნდა უარყოთ ამასოფლის სული და მისი გამოვლინებები. რომელიც ორი მიმართულებით არის. ეს არის ხორციელი კომფორტი, ხორციელ კომფორტში რა იგულისხმება ახლა მეტაკლებად, შუა საუკუნეების ადამიანს ჩვენი ყოფა რო ენახაო, ესე რა კომფორტულად ცხოვრობენ, სახში ცხელი წყალი მოდის და რა კონდიციონერი გვაქვს. რა თქმა უნდა, კომფორტში იგულისხმება, როცა ადამიანი დაუოკებელი ჟინით არის შეპყრობილი, რაც შეიძლება მეტი ისიამოვნოს და არა ცივილიზაციის მყოფაში ცხოვრება, რომელსაც დღეს სამყარო გვაძლევს. არამედ დაუოკებელი ჟინით ცხოვრების საზრისი რო ხდება, ესე იგი ხორციელი სიამოვნება. ეს რატო უშლის ხელს მოყვასის სიყვარულში, იმიტომ რომ სადაქცალია კაცო მოყვასისთვის, როცა შენ მთელი რიგი სიამოვნებები გელოდება. ეგ ერთი და მეორე, ჩვენი ეს სულიერი მდგომარეობა, ეგოიზმი, რომელიც არ გაძლევს საშუალებას სხვისთვის მოიცალო. ეს ხდება ხოლმე. ამიტომ რადგან ჩვენ სულიერად არ ცხოვრობთ, მოდი ესე ვთქვა და რადგან ჩვენ მიდრეკილი ვართ ამასოფლის სულის მიერი ცხოვრებისთვის, რატომ არის მაგალითად ასკეტი მამები თქვათ, ნიკოდიმოს თაწმინდელი იქნება თუ იოანესინელი მაგალითად, რომელიც მართლა სამაგიდო წიგნი უნდა იყოს, არა მარტო ყველა მონაზვნისთვის, არამედ ერისკაცისთვისაც, თუმცა ფორმის კალკირება არ უნდა მოახდინოს, არამედ არსი უნდა დაინახოს. როგორ იწყება, ხო? ეს არის სოფლიდან განშორებულობა, თქვათ და მოძულება საკუთარი თავის ამ სოფლიური თვალსაზრისით. ანუ ამის გარეშე არ ხდება. სანამ ადამიანში დომინანტია ეგოიზმი და სიამეთმოყვარეობა, შეუძლებელია მოყვასის სიყვარულიც და ღვთისაკენ სწრაფვა და თუ ის რელიგიურია და ეკლესიაში უბრალოდ თამაშობს ქრისტიანობას და მეტი არაფერი თუ იმას არ ებრძვის. ჩვენ ყველანი ვართ ეგოისტების და ჰედონისტების, მაგრამ უნდა ვებრძოდეთ ამას. და ამას უნდა ვხედავდეთ. თუ გვინდა რომ ესე იგი სულიერი ცხოვრება ჩვენში დაიწყოს და აი ამ კონტექსტში, რასაც ახლა ჩვენ ვისაუბროთ, ვფიქრობ უკვე ნელა გასაგები გახდება, რასაც პავლე მოციქული გვეუბნება გალატელთა მიმართ ეპისტოლეში, ეს მეხუთე თავია, სხვათაშორის ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო თავია, ძალიან ხშირად ჩვენ ამაზე მიგანიშნებთ ხოლმე, რომ ეს მნიშვნელოვანია. აი პავლე მოციქული ესე საუბრობს, სულით ვიდოდეთ, ანუ სულიერად ცხოვრობდეთ. ახლა ამას ვისეუნება, ხო? ამას ეუნება თავის მოწაფეებს. ესე იგი, ამაზე ხშირად ვაკეთებთ აქცენტს, რომ თუ პავლე მოციქულის, პავლეს, გესმით ვიზია საუბარი. თუ პავლე მოციქულის სულიერ შვილს, მოწაფეს, ჭირდებოდა გახსენება, რომ სულიერად იცხოვრე, კაცო. ეხლა ჩვენ როგორ გვჭირდება ეს წარმოიდგინე? სულიერად რომ ვიცხოვროთ ამის გახსენება. ამიტომ დიახაც ჩვენ უნდა გამოვხიზდეთ ამ სიტყვები და ასე იგი არ ცხოვრობ, ხო? მე ხო ვიცი, ვინ მოვატყვილო, მე ხო ვიცი რომ სულიერად არ ცხოვრობ. ამიტომ მახსენებს, სულიერად ცხოვრობდე თეოდორე, სულიერად ვიდოდე ამას ნიშნავს. და თუ სადღაც მაქვს ეჭირო, კი მაგრამ ხო ცხოვრობ, იმ წამსვე აგერ შემდეგი სიტყვები მამხელს და ხორცთა გულის თქმასა ნუ აღასრულებთ. ხორცის გულის თქმა ეს კი არ არის მშია და შევჭამე. ზოგადად ესე მარტივად იღებ. თუ ხშია უნდა შეჭამო, რა თქმა უნდა, უფალსაც მოშივდა. არსებობს უყვედრელი ვნებანი, რომელიც ცოდვარი, არ არის, რომელიც ქრისტესაც ჰქონდა. რომ დაღლილი ხარ და გეძინება, რომ სუდათ ახარ და უნდა დაწვე, რომ ხშია და უნდა შეჭამო და ამ შემდეგ. ეს კი არა, რომ ესე იგი განერეულებული ხარ და გინდა რომ განუგეშონ. ეს კი არ არის ცოდვა. როდესაც ხორცის გულის თქმაზეა საუბარი, პირდაპირ საუბარია ისეთ მდგომარეობაზე, როდესაც ჩვენ ღმერთს ვცილდებით. როქშია ღმერთს როგორ ვცილდები შედალოცილო, როდესაც ესე იგი საკვები ღმერთის მოცემულია თავად. ამიტომ ჩვენ უნდა გვქონდეს
აი ეს არ უნდა გქონდეს ზედაპირული, ხშირად ცინიკური დამოკიდებულება, თქვათ, უფლისწინებებისადმი, არამედ სიღრმისეულად უნდა გავიაზროთ. ხორცის გულის თქმა, ეს არის სიამეთ მოყვარეობის ცხოვრება. როცა ადამიანს ლუარსაბ თათქარიძეობა მოკლედ რო ვთქვა. და ამიტომ თუ სულიერად ცხოვრობ, მგონია მე, მაგრამ ამ დროს საკუთარ თავს შევხედავ, აღმოვაჩენ, რომ ძალიან ხშირად ეს ასე სულაც არ არის. და მე ამბობს, რომ თუ ადამიანს ამასოფლის სულით გაჟღენთილია და ამასოფლის მიდრეკელებები ცხოვრობს, სულიერად იმიტომ ვერ იცხოვრებს, რომ აგძელებს. რამე თუ ხორცთა გული უთქმს სულისათვის და სულსა ხორცისათვის და ესენი მხდომ, ანუ მოწინაწინააღმდეგობაში არიან ურთიერთარს, რაითა არა იგი გინდეს მას ყოფდეთ. ანუ ადამიანში შიგნით ბრძოლა მიდის, გეუბნება პავლე მოციქული. თქვენ შიგნით არის ბრძოლა. სულიერი, ამ შემთხვევაში სული ხორცის წინააღმდეგ იმას კი ანიშნავს, რომ სული ეგოისტი როა და ხორცი ცხოველი და ცხოველი ეგოის ებრძვის. არა, ამ შემთხვევაში სულიერი ცხოვრება ნიშნავს სასუფევლის მოქალაქეობას და ხორციელი ცხოვრება ნიშნავს ეგოისტური სულითაც ცხოვრებას, ანუ ამასოფლის ცხოვრებას ნიშნავს. და ნიშნავს, რომ ჩვენში ეს სიტყვები ნიშნავს, რომ ჩვენში მუდმივი ბრძოლა, ეს ბრძოლა არასოდეს ჩერდება. და ღმერთი ფაქიზია და ჩვენ თავისუფლებას არ აწვება, ხოლო ამასოფლის სული აგრესიულია, თავხედია და მოძალადია. ამიტომ როგორც კი შენ ნებელობას, არათუ ეშმაკის ხარეზე დადგები და შეგნებულად გადაწყვეტ, რომ უღმერთობაში იცხოვრო, არამედ როგორც კი შენ ნებელობას გააჩერებ და გააპასიურებ, აი ნებელობა, უნების ყოფა კაცი რასაც ქვია, უბრალოდ აღარ ვიბრძვი. იცოდე, რომ გადაჯეგილი ხარ ამასოფლის სულით. ამიტომ არის, რომ აი მუდმივი ბრძოლა, ეს მღვიძარებისა და სიფხიზლის სათნოება, ეს არის მუდმივი მდგომარეობა ადამიანისა. ამის გაჩერება არ შეიძლება. აი ძილში რო ადამიანი რაღაცა თქვა შეცოდავს, ხო? და რაღაც არჩევანს არასწორს გააკეთებს ძილში. ისიც ხო ახსარებაში სათქმელია. რატო ხდება ეს? იმიტომ რომ ამით ეკლესია რას მეუნება? ეკლესიას ჩემი წვალება კი არ უნდა, მაგრამ ეს ასკეტი მამების მიერ გამოცდილებით მეუბნება, რომ ძილშიც უნდა ფხიზლად იყო. რას ნიშნავს ეს ჩვენ ბოლომდე არ ვიცით, იმიტომ რომ ჩვენ როცა გვიძავს, მაშინაც კი არ ვიცით, რას ნიშნავს სიფხიზლეში ყოფობა. აი ხორციელად რო გვიძავს, რას ნიშნავს მღვიძარების და სიფხიზლის სათნოება, ეს არ ვიცი და რომ ძინავს, მაშინ საიდან მეცოდინებ? ეს არის მუდმივად ქრისტესთან ყოფობა. თუ არ ახარ მუდმივად ქრისტესთან ყოფი, ესე იგი შენ ნებელობა გააქტიურებული თუ არ არის ამ მემართულებით, ესე იგი პასიურია და თუ შენი ნებელობა პასიურია, გადაგჯეგავს ამასოფლის სული და ხორციელად იცხოვრებ აუცილებლად. აღარ ვლაპარაკობ იმაზე, მაშინ როდესაც შენ შეგნებულად ამასოფლის სულის ხარეზე დგები. უკეთ თუ სულით იქცეოდით, არ ახართ ჯულსა ქვეში, აი აქ თავისუფლებაზე საუბრ. რა არის ჯული? ჯული როცა მუდმივი განჟის ქვეშ ახარ და სამართლებრივი ნორმების ქვეშ. ეს აუცილებელია ადამიანისათვის. იმიტომ არის აუცილებელი, რომ სხვანაირად სამწუხაროდ სასუფეველის მოქალაქეობას ვერ სწავლობ. შენ არ ახარ სასუფეველის მოქალაქე, გადაწყვიტე რომ გახდე, იწყებ სასუფეველის მოქალაქეობას, მაგრამ დაცემული ბუნება, მიდრეკილებები, უნარჩვევები, ესე იგი სხვანაირად რამეს გთავაზობს და საკუთარ თავზე იძულება გჭირდება და თან არც იცი ბევრი რამე. არც იცი და რაც იცი, იქაც გჭირდება იძულება. რომ ესე იგი როგორც იცი, სწორად არის, ისე მოიქცე. და იმისათვის რომ გაგიოლოს სასუფეველის მოქალაქეობაში განსწავლულობა, ამისათვის გვაქვს სამართლებრივი ნორმები. ეს არის ჯული. მაგრამ როცა ადამიანში სულიერი ცხოვრება ხდება დომინანტი, მასზე სამართლებრივი ნორმების ესე წნეხი საჭირო აღარ არის და ეს ის მდგომარეობაა, როცა იონე მოციქული ამბობს, სრულყოფილი სიყვარული განდევნის შიშს, იმიტომ რომ სამართლებრივი ნორმების წინაშე ჩვენ შიში გვაქვს. იგივე ჯოჯოხეთის შიშია ესა. და რო არ დავისაჯო იმის შიში, ემად რამე არ დამემართოს და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი მერე ხრება. რატომ? იმიტომ რომ ადამიანს ღმერთი უყვარდება, გესმით? სიყვარული ჩდება ღვთისადმი. და ადამიანი რასაც აკეთებს, სიყვარულით მარხულობს სიყვარულით, ლოცულობს სიყვარულით, წირვაზე დგას სიყვარულით, აკეთებს და არ ყოფნის უფრო მეტის გაკეთება სურს. მოყვას სიყვარულით ექცევა და არ ყოფნის, კი მოვეკეთ სიყვარულით, მაგრამ უფრო მეტი სიყვარულით მინდა. ანუ რომელი სამართლებრივი ნორმები ჭირდება ადამიანს, რომელსაც არ ყოფნის, ვერ ძღება ქრისტესადმი ერთგულებით და სიყვარულით. გესმით? აი ეს არის როცა ადამიანი სულიერად ცხოვრობს. მას ყველაფერი შიგნით აქვს უკვე აქ.
ყველაფერი გულზეა გამოწერილი. ის თავად ხდება ცოცხალი სახარება. გრიგოლ ხანძთელი, რომელიც ქრისტეს სახელის ხსენებაზე გამოანათებდა, იმას ღმერთი შიგნით ყავდა და როცა ღმერთი შიგნით არის, ხო, ანუ გესმით რა მდგომარეობა აქვს ადამიანს ამ დროს. აი ეს არის, უკვე თუ სულით იქცეოდით, ანუ თუ ცხოვრობდით სულიერად, მაშინ ჯულის ქვეშ აღარ ახართ. ხოლო სანამ ჩვენ ამ მდგომარეობაში მოვდივართ, წარმოგიდგენიათ, როგორ გვჭირდება ეს გარეგანი სამართლებრივი წნეხი. ღვთის შიშიც და მათ შორის ჯოჯოხეთის შიშიც კი ყველაფერი გვჭირდება ჩვენ. ხოლო როცა ადამიანი ამას გაურბის და წინ სწრებით ცდილობს თავისუფლებას, ოღონდ თავისუფლებას არა ქრისტეს მიერს, არამედ ჯულისაგან თავისუფლებას. ხო, რა მოხდა ვეზიარები მომზადების გარეშე, რა მოხდა წირვაზე ვაგვიანებ, რა მოხდა საერთოდ არ ლოცულობ, აქ ერთმა თქვა, ლოცვა აღარ მჭირდებაო, კარგად ვარო და დღეს ჩვენ სამრელოში აღარ არის. მე კი არ გავუშვი კაცო, თვითონ ვეღარ არის სამრელოში. ანუ სადამდე მივიდეს შეიძლება ადამიანი, მე ისე კარგად ვარო, ლოცვას ხო 8 წელი უნდა. სანამ ლოცვას 8 წელი უნდა, შენ კარგად როგორ იქნები, იმიტომ რომ როცა ღმერთი შეგიყვარდება, რაღა 8 წელი უნდა, შენ არ გეყოფა 24 საათის, არც ერთი წამი არ გეყოფა. რომ ესე იგი ლოცვა სულ ლოცვაში ცეცხლი იქნები უკვე. რას ნიშნავს ლოცვა ძნელია? გესმის, ლოცვა ძნელი იმიტომ არის, რომ ვერ ცხოვრობ სულიერად. ხოლო ცხადარიან საქმენი ხორცთანი. თუ მაინც ადამიანი ფიქრობს, ხო რა, ბოლო-ბოლო ეს ხორცის საქმეები რა არის და ჩამოგითვლის პავლე მოციქული, ცოტა მოსარიდებელი თემებიც კი აქვს. ერთხელ პავლე მოციქული იტყვის, რომ არის ცოდვები, რომელიც ჩვენს მიერ სათქმელათაც კი რთულია, მაგრამ ჩამოთვლი საქმენი ხორცთანი, ცხადარიანო, რომელნი არიან? სიძვანი, მრუშებანი, არ გვეგონოს ეს ჩვენთან არ არის, საქმითაც არის და გულის სიტყვებით ხო არის და არის. ადამიანები სავსე არიან სიძვით და მრუშობით. ყველანი. რატომ? იმიტომ რომ ეს ისეთი ეხლა მე ამას ვერ დავაწვრილმანებ აქ, რა თქმა უნდა, არც ამის დროა და არც ადგილი, მაგრამ ეს ისეთი მზაკვარი ვნება შეზავებული ჩვენს ბუნებითობასთან. გესმით, რომ ამისგან გათავისუფლება ადამიანმა არც კი იცის, რას ნიშნავს. არა თუ ვერ ხდება გათავისუფლება. ეს რას ნიშნავს არ იცის. რას ნიშნავს? მაგრამ რას ნიშნავს ადამიანს შეიძლება იყოს ქორწინებაში გაცილებით წმინდა, ვიდრე უქორწინებელი და თვით მონაზონის უწმინდული. რას ნიშნავს ეს? ამის გაცნობიერება, ხო? ეს ანუ რატომ? თუ ადამიანმა არ იცის ეს რა არის ბოლომდე ვერ აცნობიერებს და წმინდა მამათა ზოგიერთი წმინდა მამა პირდაპირ ამბობს, რომ ყველაზე მეტი სული წარწყდება სწორედ ამ ცოდვებით, სიძვისა და მრუშობის ცოდვით. და შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც საერთოდ მონასტერში შეიძლება ქალწულებაში იყოს და ამ ცოდვით იყოს დაავადებული. და კიდევ ვიმეორებ, შეიძლება იყოს დაოჯახებული, შვილების დედა და ამ ცოდვით დაავადებული არ იყოს. ამიტომ რა არის ეს ცოდვა? რა არის ეს ცოდვა? მე როგორ მინდა გითხრათ, რომ როგორც ნებისმიერი სათნოება, უმანკოება, ხო, ამის და ქალწულება, უმანკოება, თელმცნობიერება, ხო? როგორც ნებისმიერი სათნოება, ისე ამ ცოდვის საწინააღმდეგო სათნოება ბოლომდე ჩვენს მიერ გაცნობიერებული ვერ არის და არ არის. არა წმინდებანი, ბილწებანი, კეფსახურებანი, კეფსახურება არ არის აუცილებელი, რომ ქანდაკება დადგა რაღაცა. ნებისმიერი რამ, რაც ღმერთზე წინ დგას ჩვენს გულში, თუნდაც აი ჯანმრთელობა მაგალითად. სიტყვაზე. ეს არის კეფსახურება. ჯადოქრობა, მისნობა, ჯადოქრობა. ისე ადამიანს ჯადოსი რო ეშინია, ეგეც, ანუ გესმით, რისიც გეშინია, იმის თაყვანის პირდაპირ გაგებით შეიძლება არა, მაგრამ აი გეშინია ვიღაცამ ჯადო არ გაგიკეთოს, ხო, ეს შენ ძალვას იწვევს, შიშს იწვევს. ფაქტობრივად მის ძალაუფლებას, მის ძალმოსილებას აღიარებ შენზეთ, რომელიც ქრისტესი ხარ, რა გამოდის? ესე იგი შენს გულში ვინ უფრო დიდია, ქრისტე თუ ეშმაკი? როცა შენ კითხავის და ჯადოქრის და ჯადოების გეშინია. ტრობა, შუღლი, შური, გულისხრომანი, წვალებლობანი, შფოთებანი, სიძულვილი, კაცისკლანი. აკვირდებით, რამდენი მკვლელობა ხდება საქართველოში? აკვირდებით? დღე არ გავა, რომ ვიღაცა არ მოკლას. და ის ქუჩაში რო ძღოლები ერთმანეთს აგინებენ და მანქანის სადგომებზე რო ჭუბია ხოლმე. აი აქ იწყება ზუსტად. ოჯახში რო ერთმანეთი არ უყვართ და საკუთარ დედას რო იგინებიან და პატარა რაღაცაზე რო წამოენთებიან ქართველები, ეგეთი ფიცხი ხალხი ვართ, რა ვქნათ? აი მანდ იწყება მკვლელობის სული, კაენის სულია გაბატონებული ჩვენს გულში. არ არსებობს, რომ
რაღაც ორი ადამიანი დაჯდეს, განსხვავებული აზრი ქონდეს და საბოლოო ჯამში ერთმანეთს მამლებივით არ წაეკიდონ. პოლიტიკასაც ეხება, ყველაფერს ეხება ეს, რა უბედურებაა ეს. ფიცხი ხალხი ვართ ამბობდა ტემპერამენტიანი ფიცხი. ეგ არის ყველაფერი თავის მართლება. ჩვენ ვართ უბრალოდ უღმერთონი, უღმერთობაში მყოფნი ვარ და იმიტომ გვემართება ეს. კაცის კლანი მთვრალობანი ხო გაუმაძღრობა მსგავსი ამათ და მსგავსი ამათნი აღარ ჩამოთვლის. და მე პავლე მოციქული და ამისთანაც ჩამონათვალები სიების სხვა ეპისტოლეებშიც აქვს სხვათა შორის. ესევით არის ისა მოქმედნი სასუფეველსა ღვთისა ვერ დაიმკვიდრებენ. განაჩენი გამოტანილია. ხარ ესეთი მორჩა. ამის საწინააღმდეგოდ ნაყოფის სულისა, ანუ მადლის მიერად ვინ ცხოვრობს. ეს ჩამოთვალი აქამდე, ეს არის ადამიანური ბუნების ქვედამდგომარეობა, როცა ადამიანი მადლისგან განძარცვულია და ცხოვრობს როგორც ეშმაკი და პირუტყვი. და ეხლა არსებობს ბუნებრივი მდგომარეობა, ბუნებრივი. ნახეთ რა არის ბუნებრივი? ეს არის სულის ნაყოფებით რო ცხოვრობს ადამიანი, ანუ მადლის მიერად, ამ შემთხვევაში სულში იგულისხმება საღვთო სული. სული წმინდა ღმერთის მიერ მოტანილი. ეს არის სიყვარული, სიხარული, შვიდობა, სულგრძელება, სიტკბოება, სახიერება, ანუ სიკეთე, სარწმუნოება, მყუდროება, ანუ ისიხია შინაგანი, მარხვა, ანუ საკუთარი ბუნების მართვა, მოთმინება. აი, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ იცი რა ნაყოფი გამოგვაქვს სულიერ ცხოვრებაში, ჩვენ ლოცვას, ზიარებას თუ აქვს ნაყოფი, აი თუ ზიარებას და ლოცვას შედეგად მოსდევს ასეთი ცხოვრების წესი, ჩამოვთვლი კიდე სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება, სიტკბოება, სახიერება, ანუ სიკეთე, სარწმუნოება, მყუდროება, ანუ შინაგანი მყუდროება, ისიხია, რასაც ქვია, მარხვა, საკუთარი თავის დაჭერა და მართვა, მოთმინება, თუ ადამიანს ეს თვისებები უმრავლდება, აქვს და უმრავლდება, ესე იგი მის ზიარებასაც ნაყოფი აქვს და მის ლოცვასაც ნაყოფი აქვს. ეს არის პირველ რიგში საქმე და არა თქვა რაღაცა თქვა განვიცადო, რაღაცა ვიგზნო, მით უმეტეს ღმერთმა დავიფაროთ, წინასწარმეტყველება დაიწყოს ვიღაცამ და რაღაცა ხელი დაადოს და გაანკურნოს, იმიტომ რომ ესეთი ავადმყოფობებიც არსებობს. ხოლო აი ასეთი ადამიანისათვის არასძეს ჯული, აი თავისუფალი ვინ ხდება, ვის აღარ ჭირდება სამართლებრივი წნეხი. იმიტომ რომ ის ამ სამართლებრივი ნორმების გარეშეც უკვე სწორად ცხოვრობს, იმიტომ რომ სულიწმინდის, ანუ ღვთის ტაძარია ასეთი ადამიანი. და იმისათვის რომ აქამდე მივიდეთ და თუ ჩვენ გვინდა რომ ქრისტესნი ვიყოთ, აქამდე როგორ მივიდეთ, პავლე მოციქული ამასაც გვეუბნება, ხოლო ქრისტესთან მათ, ანუ ვინც ქრისტიანია, ხორცნი თვისნი ჯვარს აცვნეს ვნებითურ და გულის თქმითურ. აქამდე რომ მივიდეთ, რომ სულიწმინდის ნაყოფებს ვავლენდეთ, ჩვენ უნდა გქონდეს გარეგანი ღვაწლი, ანუ ავლაგმოთ ჩვენი დაცემული ბუნება, ეს ნიშნავს ხორცი თვისნი ჯვარს აცვნეს ვნებითურ და გულის თქმით. და მე უნდა ვიცოდე რა არის ვნება, ეს უყვედრელი ვნება კი არა, ნამდვილი ვნება რა არის, ხშირად ადამიანმა ესეც არ იცის და გულის სიტყვა, გულის თქმა. თუ ადამიანი გულის თქმასთან არ იბრძვის, არაფერი არ გამოუვა მას და გულის თქმასთან ბრძოლა სჭირდება სწავლა. უნდა ვისწავლოთ ეს რას ნიშნავს. უკვე თუ სულით ცხოველ ვართ, ცოცხალ ვართ, სულითაცა ვეგნეთ. თორე თუ სულიერად ცოცხალი ხარ, გეუბნება, სულიერად უნდა იცხოვრო. და შესაბამისად არ უნდა იყო როგორი მზვაობარი, ანუ ამპარტავანი ამაყი, ურთიერთას მაბრალობელი, იმის ბრალია და ურთიერთას მოშურნე, იმას აქვს მეცმინდა, შურიანი. და სამწუხაროდ ვიცით როგორც ვარ. ძმანო, უკვე თუ ვინმე დაეპყრას კაცი, რომელსამე ბრალს, აქ ჩამოთვლილია როგორი არ უნდა იყოს ადამიანი და ამ დროს შენ პავლე მოციქულის ამ სიტყვებით გაგიჩნდა აზრი, რომ აბა დააკვირდე როგორ ცხოვრობენ ეგენი. და ამ დროს პავლე მოციქული იმწამსვე ვექტორს გიტრიალებს და გეუბნება, ძმაო, თუ ვინმე დაეპყრას კაცი, რომელსამე ბრალს, ანუ ვინც აი ცუდ რაღაცებს აკეთებს, ან ასე ცხოვრობს, თქვენ სულიერთა მაგათ, ანუ სულიერი ხარ, იმიტომ რომ განკითხვის უფლებას აძლევს საკუთარ თავს, განჯის უფლებას აძლევს, დაინახე რომ ის არასწორად იქცევა. ესე იგი სულიერი ხარ, ხო? მაშინ გეუბნება სულიერთა მაგათ დაამტკიცეთ ეგევით არის იგი სულითა მშვიდობისათა, ანუ სიმშვიდით, მშვიდობით, შესაბამისად სიყვარულით, სიმდაბლით და მორჩილებით განამტკიცე ეს ადამიანი, დაეხმარე ადამიანს, კი არ განეკითხო, განაჩენი კი არ გამოუტანო, პირიქით გვერდში ამოუდექი. ეგზალე თავსა და შენ თავს კიდე გაუფრთხილი ამას ნიშნავს, ეგზალე თავსა შენსა
ნუ უკვე შენსა განიცადო, ამიტომ რომ როგორც კი სხვას განიკითხავ, გახსოვთ უფლის სიტყვები, რასაზომითაც სხვას გაზომავ, იმ საზომით გაიზომები. აღმოაჩენ რომ შენი თავი გვერდზე დაგრჩება და იგივე ცოდვაში ხარ. ურთიერთარ სიმძიმე იტვირთეთ, ეს ცნობილი სიტყვები. ურთიერთარ სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული ქრისტესი. დიდება ჩვენს უფალს. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამის და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თან. ამინ.